მოდელი რა. და ის რომ გიყვარს და რო აკვირდები და რო ფიქრობ რომ უძლეველია, ხო, შენც გინდა რომ ეგეთი იყო რა. გარეთ შეიძლება ცუდი რამე ხდება, მაგრამ სახლში შენ სიმშვიდეა რა და ვერავინ ვერ გაბედავს რომ ეს სიმშვიდე დაარღვიოს რა და ეგ არის мама და ეგ არის კაცი და ეგ არის ვაშკაცი კაცი რა და შენც გინდა რომ ეგეთი იყო რა. აკაცი. ეხლა რო გითხრა ის კაკო ყაჩაღი არ ყოფილვარ, მაგრამ ეგეთი წესები იყო რომ ან ჩაგრული უნდა ყოფილიყავი და ან ჩაგვრელი და ნუ მე ჩაგრული არ ყოფილვარ რა. ვარ დაახლოებით ნუ მაგასაკში 13-14 წელს. და ერთი სკოლა იყო, რუსული სკოლა იყო და ჩვენთან ესეა მიღებული რომ უმცირესობები იჩაგრებიან ამ ქვეყანაში და ნუ ეგ იყო ჩვენი ცხოვრების წესი. და ამ რუსულ სკოლაში იყო ჩაგვრა რა. ბებია ჩემი მეუბნებოდა რომ მაგ სკოლაში არ შეიაროთ, ცუდი ბავშვები არიან და შეიძლება რამე დაგიშავონ ან წაგართვან და ეგ ბავშვები ვიყავით ჩვენ. და ეგეთ დღეს მოხდა ერთი ძალიან უცნაური ამბავი რა. მოკლედ ერთ ჩემ ხელა ბიჭს ვართმევდი რაღაც ნივთს რა. და ამან მითხრა რომ გეხვეწებიო არ წამართვაო, მამაჩემს ეწყინებაო. ხო და კლასიკა იყო რომ მამაჩემი გამიბრაზდებაო, ან მამაჩემს მოვიყვანო ან რაღაცა და მამაჩემს ეწყინებაო არავის არ უთქვამს რა. სადღაც ძალიან სენტიმენტალურ ადგილას დავილინკე ამ ადამიანთან რა, რაღაცა ღირებულებით სისტემაში. შემოვიდა ემპათია რა. მაგ დღეს ალბათ ჩემ ცხოვრებაში ისეთი ფორმით რომ იქამდე ეგეთი გრძნობა არ გამჩენია რა. ჩვენ ბავშვობაში ხეთ ანომალია იყო, სწავლად ეხავდა ეგეც იყო რა. ნუ გააჩნია ხე თუ მე ცოტა ჰიბრიდი ბავშვი ვიყავი რა, თქვათ არ მიტყდებოდა და არც მალავდი რაღაცა, გიტარაზეც უკრავდი და გიტარითაც დავდიოდი. კაცობისთვის საჭირო ფარი და ხმალი არ ყოფილა მუსიკალური ინსტრუმენტი, თქვათ, ოთარ რამიშვილის სიმღერებს მასწავლიდნენ და რაღაცა ის იყო რა. ამ სუბკულტურის ნაწილი იყო მაინც რა. კლასიკურად რომ ესწავლა გიტარა და ნოტებიც რომ მქონოდა ჩანთაში. მაშინ შეიძლება მე ნერვი არ ვიცი. კაცრი კანონიკა აქვს ახლა ქუჩაზე და ეს გულწრფელობას ვერ ჩასვამ რა მაგ ჩარჩოში, იმიტომ რომ შეიძლება რამე არაქურდული წამოგწდეს ამ გულწრფელობით და მე მაგის გამო მოგთხოვონ და ეგ ხო არ გამოვიდოდა რა. მართლა ლამაზია საქართველო, ეჭვი მეპარება. ეჭვი რატო გეპარება? ნუ თუ ყველაზე ლამაზია საქართველო. რაღაც ეჭვი მეპარება. ეჭვი რა პონჩი გეპარება შეიძლება ეგეთი ყოფილიყო. იმიტომ რომ თვითონ ამ მატრიცაში ეს ეჭვები არ არსებობს და ამ მატრიცაში საერთოდ ეჭვი ისჯება. ეჭვი არ არის ამ მატრიცის ნაწილი. მოქალაქე როგორც ღირებულება რა. ვერასდროს ვერ ჩამოყალიბდა ჩვენთვის რა. და ეგ არის ძალიან მტკივნეული. იმიტომ რომ არ ვიცი ხა რას მოყვა ეგ შეიძლება იმას რომ უკვე შვილები მყავს თქვათ და ქალაქსაც სხვანაირად უყურებ რა, იმ გარემოს რაში ცხოვრობ და იმაზეც ვფიქრობ რომ ჩემი შვილები რო გაიზრდებიან მე რა გარემოში უნდა იცხოვრონ. ჩემთვის ძალიან ღირებული გახდა მოქალაქეობა რა. და ნუ ეხა რო არ მოუყვეთ თქვათ იმას, რა ქვია, ბერძნებიდან რაღაცა უმარტივესაც შეიძლება რა გაგება მოქალაქეობისა. რომ ამ ქალაქში მარტო არ ცხოვრობ რა. რაღაცა არის რომ უნდა გქონდეს თანაგრძნობა იმასთან, ვინც შენთან ერთად ცხოვრობს ამ ქალაქში რა. და რაღაცნაირად აი დათმობა ისწავლო რა. ჩემი დიდი ბაბუა იქეთ თავადების ხაზი. აქეთ გლეხები.
გააკულაკეს, რა ვქნა, მოვითხოვ, ეხლა ეგ მიწები აღარ არის, სხვა სისტემა არის რა, რაღაცნაირად გადმოვეწყოთ. ეხლა ერთმანეთს პატივი ვცეთ რა, შენი ადგილი არ არის, ყველასია რა. ადრე მოხვალ დააყენე. რაღაცა ხო შეიძლება რომ შევთანხმდეთ. ნუ თუ ვიცი რომ შენ გიყვარს ამ ადგილას, მე ვეცდები მაქსიმალურად გავითვალისწინო, მაგრამ ნუ ორი ბავშვით რომ მოვალ ხო და სხვა ადგილი რო არ იქნება, დავაყენებ აქ რა. ხო რაღაცა და ეგეთი ის არის რა, ჯუნგლებია და ეხლა როგორ გინდა რომ ის რა ქვია, წაახალისო რომ ისა კაცი იყოს უფრო სენტიმენტალური და გზნობებზე ილაპარაკოს, ხო? რა გზნობებზე უნდა ილაპარაკო იმას? ძმაო მეწყინა, მე რომ შენ რო ესე მითხარი, რომ ესე ჩემი ადგილია. ამას ვერ გაიგებს. ხო? და ნუ რაღაცა შუბლს მიადებს შუბლთან და უფრო შეიძლება გაიგოს. პატარა მანქანა მყავს, დაბალი. და ამას წინათ არა გაიხსნის წინ გზაზე მისიგნალებს ტიპი მომყვება რაღაცა და ნუ უნდა დაუთმო გზა და უთმობ რა არაფერია და ჩემს წინ მიდის ეგეთივე მანქანა და უყურებ რომ მიყვება ზურგში რა იმას აღარ უსიგნალებს ხო და ნუ ეხლა რავი რითია ხსნა რა ძალიან მარტივი არის რა რომ აი კაროჩი მე რაღაცა შემიძლია რომ გადაგიარო რა ეგეთი ვარ რა ხო და ეგეთი ვარ წახალისებული რა კულტურა რა ერთადერთი გამოსავალი არის რომელიც ამ ქვეყანაში საერთოდ აქტუალური არ არის ხო რა ვიცი რაღაცა მუსიკას რომ მოусმინოს ადამიანმა რა ვიცი კონცერტზე იაროს კლასიკური მუსიკის გამოფენებზე რაღაცა რომ ამას გარდა რაღაცა არსებობს რა რომ ეს ყველაზე ლამაზი შენი დიდი ჯიპი არ არის ერთი ეგეთი პიესა მიყვარს ძალიან სტუდენტობიდან რა CD პიერ კორნელის ეგეთი ის არის დრამატული სიტუაცია CD რომელიც არის რაინდი და რაინდობა მოგეხსენება მოიცავს ამ რაინდული წესების სრულად დაცვას. სხვა შემთხვევაში რაინდი არ არის ღირსი, რომ შეირთოს თავისი წრის ქალიცოლად. და მოკლედ ეგეთი რამე ხდება, რომ სიდის სატრფოს მამა შეურაცხყოფას მიაყენებს სიდის მამას. სიდი ვალდებულია, რომ დაიცვას თავისი რაინდული ღირსება და მოკლას თავისი სატრფოს მამა, რითაც ვეღარ შედგება ამათი ქორწინება. და სიდი ამბობს ეგეთ რამეს, რომ მე მზად ვარ სიცოცხლე დაოთმო სიყვარულისთვის, მაგრამ ღირსებას ვერ შეველევი. ხო და რაღაცა კაცის მოდელი ჩვენ კულტურაში დაახლოებით მეც მაგ წარმომიდგენია, რომ რაღაცა ვალდებულებებსა და გრძნობებს შორის გაჭედილი დრამატული გმირი. არის კაცი.